აჭარის სამაშველო სამსახური ტურისტული სეზონისთვის მაშველების რაოდენობას ზრდის სამსახურმა წელს სეზონური დასაქმებისთვის 120 ადგილზე კონკურსი უკვე გამოაცხადა. კონკურსანტები სამი ეტაპის გავლის შემდეგ ფიზიკური მონაცემების მიხედვით შეირჩევიან. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით წინა სეზონზე მაშველთა რაოდენობა 100 იყო, მიმდინარე წელს კი ტურისტული ზონების ზრდასთან დაკავშირებით მაშველთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. მამუკა თურმაინძის თქმით, შერჩეული 30 მაშველი პირველ ეტაპზე აპრილის თვის ბოლოს სარფი ქობულეთის ტერიტორიაზე გადანაწილდება, დარჩენილი 90 მაშველი კი ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ შეუდგება მუშაობას. შარშა მყავდა 100 მაშველი, წელს უკვე ტურისტული ზონების ზრდასთან დაკავშირებით მოიხსენებათ გაიზარდა ჩვენი პლაჟის მანძილიც და წელს გადავწყვიტეთ უკვე ავიყვანოთ 120 მაშველი. გამოცხადებული არის HR GoG-ზე ელექტრონულად კონკურსი. შემდეგ უკვე იქნება მეორე ეტაპი, უნდა ჩავიბაროთ სპორტული მონაცემები და აუცილებლად ცურვა, რომელიც უნდა იცოდეს მაშველმა.